ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს განკარგულებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესების დასრულებამდე გაყინული საგარეო დახმარება უნდა აღადგინოს. გადაწყვეტილება 13 თებერვალს ფედერალურმა მოსამართლე ამირ ალიმ საერთაშორისო დახმარების პროექტებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და არაკომერციული ჯგუფების მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიიღო. ამ ორგანიზაციებს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID აფინანსებდა. ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახმარების 90 დღიანმა გაყინვა მათზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ფედერალური მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საგარეო დახმარების ის კონტრაქტები აღდგება, რომლებიც ძალაში ტრამპის ინაუგურაციამდე 20 იანვრამდე უკვე შესული იყო. შესაბამისად, ბრძანება ტრამპის განკარგულების სრულად დაბლოკვას არ ითვალისწინებს. 20 იანვარს შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ტრამპმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტს დაუქვემდებარა და მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოს 1000-ობით თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება გასცა. თუმცა მოგვიანებით 7 თებერვალს ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა ტრამპის გადაწყვეტილება USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ დაბლოკა.